დღე დაღამე მშვიდობისა, ვაგრძელებთ ჯგუფების გაცნობას, როგორ ახარ გიორგი, კარგად ხარ, გადავიდეთ სიჯგუფზე, სადაც არიან ბრაზილია, მაროკო, ჰაიტი და შოტლანდია. ამ ჯგუფში ფორმები წარმოდგენილია ასე: Adidas-ი, Nike, Puma და Saeta. აჰა. მოგაქციე ყურადღება. სადაული Saeta. აცვია ჰაიტის. და ჰაიტური ეს არის? სტარტაპი? არ ვიცი, სადაული სტარტაპია, მაგრამ მარტო ჰაიტის აცვია ამ ჩემპიონატს. ვა. ანუ რაღაც იმას გამოიწვევს, გამომწერები გაეზდება. ხო, როგორც მინიმუმ ვიუები, ხო, იმას რა. რა, Saeta, ვა. Saeta-ს ფოლოვერები დაემატა. აბა სიჯგუფზე რამის გვეტყვი, რას ფიქრობ? ძლიერ ჯგუფი ჩანს რა, ჰაიტის გამოკლებით. იმიტომ რომ ბრაზილია და ანჩელოტი ყავთ, იქით ბრინჯაოს მედალოსნები არიან წინა მსოფლიოსი, შოტლანდიას აქტომინე იყავს, ხობს რო თავი დაანებო. ხო, რობერტსონიც რას ერჩი ხა? რობერტსონიც და ჰაიტი არ ვიცი, სიმართლე გითხრა. ხო. ჰაიტი მეც არ ვიცი. ჰაიტის მე ერთი ამბავი მახსენდება, ადრე გავიდნენ ეგენ. ხო. ესპანეთის ჯგუფში იყო. და ამ ხანაგურებს ხო გუნდები გეგმავენ ეგრე რომ იმის მსგავს უნდა ეთამაშონ. ხო, ვისაც ხვდებიან? საქართველოს თუ ხვდებიან, სომხეთს ეთამაშონ ამ ხანაგურს რომ რაღაცა ის ქონდეს. ჰაიტის ის ვერ იპოვეს, ეთქვა და ტაიტის ეთამაშონ. სახელით მიამსგავსე ეს. სულ სხვაგან არის. აიტიზე რაც ვთავდებოდა. ის იპოვეს, აგიდა ლოგიკა არის. ხო, და 10-1 მოუგეთ. იმას და 9-0 ამადა, მაგრამ მუშაობს კი რა კიდე პრინციპი. ბრაზილიას საინტერესო იყო სანამ გამოაცხადებდნენ ანჩელოტი სანამ იტყოდა შემოდგომას ნეიმარს წაიყვანდა თუ არა. არ ვიცი მართალია თუ არა, ეგეთი ინფორმაცია გამოჟონა ინფორმაციამ რომ არ აპირებდა დაუძაბლოს. მაგრამ საქმეში ჩაერთო ფედერაცია, რომელსაც თქო რომ ბატონო კარლო ამას იმდენი სპონსორი ყავს ვაკიდებულიო, რომ თავი მოგვეჭრებაო შევჩრებ სახვალ და ჩვენ აქ უნდა ვიცხო. ხო. კი, კაცი, ბრაზილიას. ხო, ხო და არა მარტო ბრაზილიას. მე კარლომაც კაი ამანებეთ თავი ჩაწერა და მე ვნახე ის ვიდეო რომ ემოციურად შეხვდა ნეიმარი. ხო. და ნახოთ აბა რას ისევს. ალბათ ისე 10 ნომერი ეკითხება. ადამიანი რომელიც შეიძლება და არ წაიყვანათ. ხო. აი ესეთი სიტუაცია, მაგრამ მე მგონია რომ ბრაზილია გავა უპრობლემოდ. რიხინ. კი, თან იმის გათვალისწინებს რომ შეიძლება 3 გავიდეს. ხო. ვა, მანდრო ბრაზილია ვერ გავიდეს. ესე იგი რაღაცა სოლის არის რა, უკვე სამყარო ისე შეცვლილია, რომ რაღაცა ჩილო პოლუსით სხვაგან უნდა ეძებო. ხო და ეხა ნახე ცოტას აურევ მაშინ სტრუქტურას წინა ჯგუფი როგორც განვიხილეთ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც გააკეთა ავსტრალიამ მაშინ შე რომ მოყევით, ჯადოქარი რო ჩარიეს. ხო. ეგ თუ მუშაობს, ჰაიტის შანსები იზრდება. იმიტომ რომ ვუდუს ეს არის ქვეყანა. ხო, მაგრამ იცი რა არის, მე ჯადოქრები ამბობენ რომ ეს ჩვენი ძალა აქ მუშაობს. ჩვენთანო? ხო. არა და მაგარი ჯადოქარი ყავთ ერთი. აბა. მოიცა რა ქვია იცი? გეტყვი ახლა. ბარონ სამედი. ბარონი? ხო, ბარონ სამედი და იდეაში სულია. ანუ ჯადოქრები იძახებენ ხოლმე ბარონ სამედს. სული არის. ოღონდ ეწევა და სვამს. და ნანახი ყოლება მულტფილმებში და რაღაც მეებში გამოიყენება მაღალი გამხდარი, ცილინდრიანი, ჩონჩხის თავიანი, სიგარეთ და რომით მოწყობს. და ახველებს. ხო, შესაბამისად, სულ ეწევა. და გამხდარია თან. არსად არის ნახსენები რომ ჭამს. ვა. და ჰაიტურ ფეხბურთს ბარემ აქ ერთი ისეთი მიღწევა რა. თვითონ რასაც ვვლიან დიდი მიღწევად. 1974-ში.
გერმანიაში. ხო, ჩემპიონატზე. გაიტანეს გოლი. აჰა. ეს გოლი საერთოდ არაფერს არ წყვეტავდა არავისთვის ერთი ადამიანის გარდა. ორი. ვინც გაიტანა და ვისაც გაუტანა. დინო ძობს შეუწყვეტეს ძალიან დიდი მშრალი სერია. და ამით ამაყობენ. აი მართლა რომ აი ჩვენ დინო ძობს შეუწყვეტეთ. ვა, ეხა ვინ აყავთ ეგეთი გასამყარებელი ალისონი. ხო, შეიძლება, ხო, არ ვიცი. ალისონის სერია როგორი არის, მაგრამ ხო. ან ბუნუ. ან შორიდან ალისონს ჯერ გოლი არ გაუშვია. არა, არავის არ დაურტყამს ალისონისთვის ასე შორი. შეგოდეს გაუტანა. ხო. ხო, ბიჭო, ეგეთი ფიქრული ქვეყანა არის რა რაღაც. ისავ, კარიბის ტურნირი მოგებული აქვთ. ერთხელ. ხო. ხო. და ძირითადად ეს საზღვაო რაღაცებით ნაშვები რა. მე ჯგუფსაც შემომაქვს წინადადება, რომ დავარქვათ მეთევზეთა ჯგუფი. იმიტომ რომ ყველა ზღვიანი ქვეყანაა. ხო. კი ბატონო. დავარქვათ მეთევზეთა ჯგუფი. კარგი, სხვა ქვეყნების მიმოვიხილოთ, მაგრამ თუ გინდა. მაგრამ პრინციპში რა მიმოხილავდა ხა ბრაზილიაზე ყველა ფერი კი ვიცით. ხო. ეს ფეხბურთი რო პირველია და გარდა ამისა თუ რამე სპორტერი და შეიძლება პლაჟზე შეტევა ყველაფერი აქვთ. პლაჟის ეს. მეორე ფრენბურთია ხო იცი? ჰა? მეორე ადგილზე ფრენბურთი. ხო. პლაჟის ფრენბურთი ძალიან პოპულარულია ჩვენც ხო ყავდა ორი ბრაზილიელი. საკადართველა. 4 ყავდა ბიჭი. ბიჭებიც ყავდა ხო, გეოდარგია და საკადართველა. კი ბატონო. და პოპულარული არის ძალიან ისა ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ. აჰა. საბრძოლო ხელოვნება, რომელიც იდეაში იაპონური არის. მაგრამ ამათმა დაამატეს რაღაცეები. თავის საბრძოლო ისიც აქვს ხელოვნებაც. თან რო ცეკვავენ და თან რო ჭუბენ. ის ფინური არის. სისხლიანი სპორტი მანდ არის რა. ვანდამი რო ჭუბობს ერთ-ერთი ბრაზილიელი და თან ცეკვავს, თან ჭუბობს. და ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ ძალიან პოპულარული გახდა, იმიტომ კაი რაღაცები დაამატეს. ნუ ლეგენდები ხო ყავთ და დამაინტერესა გასაკეთებენ ახლა ამჟამად ვიღაცეები. ძველი ფეხბურთელი. ხო, ვინც ფეხბურთს აღარ თამაშობს. ნუ პირველი კიჭა რონალდო ამახსენდა ცოცხლებიდან. და ქველმოქმედებაში არის ჩართული ხოშიანად. რომელ მხარეს? ქველმოქმედებს თუ იქ თავისთან და ითხოვს. პარალელურად ლაქშერი სპორტების მიმართულებითაც აქტიურობს რა რაღაცებს. ლაქშერი სპორტი რომელია? პადელი. აჰა. ჯოგბურთი. რა ლაქშერი ვარ კეფილში ხო იმ დღეს თამაში. ჩვენ ვაპარაკობ ბრაზილიაში. არა, ხო, მართლა ამებს აწვება და ვიღაც დიდრებს ათამაშებს თავის ერთად და უკან. და რომარიო. რომელმაც პოლიტიკოსობას ცადა, სენატორიც იყო და 58 წლის ასაკში რაღაც გუნდი იყიდა. და ბრახტა დაბრუნდა. და ცოტა ხანი ითამაშა. 58 წლის კაცმა მე მიხვდა რომ წელი ტკიოდა და დაანება თავი. ეს დაბრუნდა პოლიტიკაში. დაბრუნდა პოლიტიკაში, კი ბატონო. ბრაზილიური ანეკდოტი გითხრა? კი. ადამიანი ეკითხება ბრაზილიას. რომ თქვენ სულ ცეკვავთო? ის პასუხობს, არა. ზოგჯერ ფეხბურთსაც ვთამაშობთ. და ეს კარნავალები არის და ერთი მაგარი კარნავალი აღმოვაჩინე. დილის მამალი, თუ არ ვცდები ესე ქვია. რა ხდება? აბა შენი აზრით რა შეიძლება მოხდეს? ნუ კარნავალია და მამლებთან ერთად ცეკვავენ. თითქმის. დილით ძალიან ადრე იღვიძებენ და ცეკვავენ. რა პრობლემა არის? უცებ აი მზე რო ამო მამალი დაიყოს, გამოდიან და ცეკვავენ. ჯადოსნური ქვეყანა. ხო. უშემატკივარი. და ჰაიტის იუმორი არ მithქვამს. რატომ თამაშობენ ჰაიტელები სულ ფეხბურთს? და ჰაიტელი პასუხობს, იმიტომ რომ ბურთი იაფია, ბედნიერება უფასო. ესეთ გაჭირვებაზე მორგებული იყო. დაგვრჩა მაროკო და შოტლანდია, ნუ მაროკოს ეხლა ყავს ისეთი ალბათ ჯაკა შაქირი ამ თაობის ვარსკვლავი ხო? არა, შვეიცარიელი. დუდიში შემეშალა. ჰაკიმი, აშრაფ ჰაკიმი. ჰაკიმი და ზიეჩი. ბრაჰიმ დიასი. ხო, და ცოტა ადრე ყავდა ისა. ჰაჯი გახსოვს? მუსტაფა ჰაჯი, ხო.
რაღაცნაირად ვიზუალურად ქარიზმატული ტიპი იყო. და თამაშითაც კარგად თამაშობდა. ხაც ხო არ არის ესეთი ხელწამოსაკრავი. რა ხელწამოსაკრავი მე წინაზე მესამეზე გავიდე იქაც იომეს ნახე 4 წელი ბიჭო ასაკი დაუნდობელი არის. ზიეთში დაბერდა ხა. ზიეთში კი დაბერდა, მაგრამ ვიღაც ბიჭები წამოვდნენ. და შეიძლება ჩავარდეს მაროკო? არ ვიცი ხო. თვითონ ქვეყანას რაც შეეხება. კარ გამინდში ესპანეთიდან ჩანს. ისე ახლოს არის. აქედანაც ჩანს ესპანეთიდან. შესაბამისად, ხო. და აქვთ უცნაური ქალაქები. ჯერ ხო ბაზარი ძალიან ისეთია, ავრცელებული და ისე ლაბირინთებით და შეიძლება დაიკარგო ხალიჩები, სუნელები, ტყავის ნაწარმი რაღაცები და აქვთ ფერადი ქალაქები. მაგალითად ერთი ქალაქია ლურჯი. თუ ქუჩები, სახლები, მოაჯირებით ვატყობ, ყველაფერი არის ლურჯი. და რა თქმა უნდა, ესეთ რაღაცებს ხალხი არაკლებს ლეგენდებს და ეს კეთილის სულები, მოიზიდონ, სიმშვიდე, ჰარმონია ზღვასთან რაღაცები შეამდეს. მაგრამ გაიყო რომ სინამდვილეში არის რომ თეთრი იყო, უჭყიტინებდათ მზეზე. და მწერებიც მოდიოდნენ და ამიტომ ლურჯად გადააკეთეს და მწერები არ მოდიან და ისეთი ჭყეტელაც აღარ არის. მაროკოს ცნობილი ქალაქები აქვს. კასაბლანკა, მარაკეში, ცნობილი ფილმით რაბატი და მარაკეში და ფესი ტუნისი. და ჯონ ვიკი 4-ში არის კიდე მან დიდი სცენები. და ის არის მაროკო ტაქსის მსახიობი. სამინასერი? ხო. აჰა. კი ბატონო. და მაროკოული ანეკდოტიც არის ტაქსზე. აბა. ხო, მგზავრი ეუნება ტაქსის მძღოლს. მალე მივალთ. ის პასუხობს, თუ გზას არ შევიცვლით 15 წუთში. და თუ შევიცვლით, მაშინ 8-ში. არაბული ის არის ხო რა. პულის დაცინცულ აფერისტობას დივეცებიერი. ხო და ნუ ბაზარზე ისინი ბრძნული გამოთქმები აქვს ბაზარში. ბაზარზე რა. ხო რო ბაზარში ზოგჯერ ყურები ფულზე ძვირფასია. აჰა. რაღაცებს გაიგებ, ხო? უფრო ძვირად გავიგდი ინფორმაციას. და მე ფეყავთ. მაგითო გადაურჩნენ იმას, არაბული გაზაფხული და იწყო რეცაჩი. და აყირავდა მეზობელი ქვეყნები, მან მეფე სტაბილურობა ძმაო. ხო, და ნუ შოტლანდია. სადაც ფეხბურთი კარგად არის. ხო, გარდა ამისა, იმთავითვე კარგად. ხო, ძალიან უყვართ რაგბი ყველამ ვიცით და გოლფი, რომელიც შოტლანდიაში მოიგონეს. და ნუ თავისი ისინი აქვს კიდე სპორტული მიმდინარეობები, მოტროკული რა. მორის გადაგდება, ნახავს. უროს სროლა, დიდი ქვის აწევ-დაწევა და ეგეთი რაღაცები რა. ცოლით სირბილი. ხო, თუ რამეში მოტროკობა საჭირო, ეგ არ ეშლება და თან დაღმართი აქვს. ხო, თიანდი. ცხვარი უფრო მეტია ვიდრე ადამიანი. და ისა, ნუ თავისი ტრადიციული სტვირი, რომელთაც სტადიონზეც კი, ეხაც იქნებიან მოკრავთ ბევრჯერ თვალს ეკრანებზე აუცილებლად. კი. და შოტლანდიური ანეკდოტიც სტვირზეა, ერთ-ერთი პოპულარული, რომ რატო დადის მესტვირე როცა უკრავს. იქნებ გაიქცეს თავისივე ხმას. ხო, და ნუ მაქტომინეი კი ვახსენეთ და მაქტომინეის მაკრატელა თუ გახსოვს, რითიც გავიდნენ, მოხდნენ ამ სოფლიოს. ხო, დანიას გაუტანეს 4-2 მორჩა და იმდენად გაუხარდათ და იმდენად ლამაზი გოლი იყო, რომ სპეციალურად 20 ფუნტიანი ბანკნოტები გამოუშვეს. ლიმიტირებული რაოდენობა და ეს გოლი დაახატეს. კაი. სახელი უნდა ამ ხო დავარქვით მეთევზეების ჯგუფი. ხო. ესე იგი ჯგუფი C მეთევზეების ჯგუფი. მე ამათკენ ვარ. ნახოთ შემდეგებში რა ხდება. მე და გიორგი ვაგრძელებთ ჯგუფების სიმახილვას და მოგვადგა ჯგუფი D.
სადაც არიან ამერიკა, პარაგვაი, ავსტრალია და ჩვენი მეზობელი თურქეთი. აქ წარმოდგენილი გვაქვს ნაიკები და პუმა. პუმა ვინ არის? პარაგვაი. დანარჩენი ნაიკები. ისეთი რაღაცნაირი ჯგუფი არის ეს. ვერ იტყვი ამ ჯგუფში ვინ არის გაქანებული ლიდერი. ხო. რანაირი ქვეყნებია, იცი, ვიღაცამ თუ არ შეკრიბა ერთად, რომ თავისი სუფრაზე დაინახავ შენაცნობებს და რო ვერ ხვდები ერთად რატო არიან სხვადასხვა სიტუაციიდან რო იცი. ან ისა მასწავლებელს რომ უნდა რომ სკოლაში ჯგუფები გააკეთოს და განსხვავებული იყოს. აი შენ და შენ რომ აბა ნახოთ რა გამოვა. ხო რავი, აი ამერიკა არასაფეხბურთო ქვეყანაა. სერიოზულად არასაფეხბურთო ქვეყანა, უსწრებს ყველაფერი უნდური რაც აქვთ. და ხო, ამის მიზეზი არ ბევრია, ბევრი მიზეზი ძახიან და ალბათ ყველაფერი ცოტა არის. ხო, თუმცა უკვე საფეხბურთოც არის. რამე ხა შენ რო უთხრა რომ საფეხბურთო ქვეყანა მე ვარ და შენ არა ვიცი კეთოს მესი ჩემპიონატში თამაშობს და კი ბატონო. შენთან მამადუსა ხო. ისიც თამაშობდა საუკეთესო შემთხვევაში. ხო. ხო, მაგრამ ნუ ის თავის სპორტები უფრო ამოუცნობი ჯგუფი და ვარ ვქვა? როგორი? ამოუცნობი. იდუმალი. იდუმალია ხო, იმიტომ ვინ გავა მე არ ვიცი მაქი. კაი, იდუმალი ჯგუფი უხდება. ვინ გავა ალბათ ორი გავა ან სამი, ვინ დარჩება ეგ არის. ხო. ვინ არის ხო არის განთესილი მე-4-ით. მე-4 ადგილს. არა, ავსტრალია ალბათ. საათ კაცო. ამ ჯგუფში ხო არის განთესვით ხო მოხდა ვიღაცა პირველი კალათიდან მეორედან მესამედან მე. ავსტრალია არ არის ამ ჯგუფში. კი, ხო, ბოდიში, ავიჭერ ხო. ავსტრალია გავიდა მიდან აზიიდან. ეგენც მაგრები არიან. ოკეანეთი არ უნდათ, იმიტომ რომ სუსტები არიანო და კონკურენცია დაბალი არისო. და აზიიდან გავიდა და იმაში ევროვიზიაზეც ხო იღებენ მონაწილეობას. ყველაფრიდან მოძრებიან აქეთ. ისიც თქვათ რომ თურქეთი ევროპიდან გავიდა, მაგრამ აზია არის. ხო, აი, მაგრამ იდუმალი ჯგუფი არის რა. კი, ამერიკა მას პინძელია და ხო, სხვა გზა არ ქონდა. ისედაც გასული იყო და პარაგვაი გავიდა, იმიტომ რომ ლათინური ამერიკიდან ყველა გადიოდა ყოველთვის თავმოყარე გუნდი და ეხა დაუმატეს ადგილი. ადგილი ისინიც და გავიდნენ. ხო. აი, ხო, ამერიკაზე ხარ ყველაფერი ვიცით და აღარ მოუყვები მეებს, ქვიათ ხაზები და ვარსკვლავები, ზედმეტ სახელი. და ხო, ბევრი უფიქრიათ ხო, ძალიან ბევრი უფიქრიათ. აი, მანდაც ეთყობათ რა მიდგომა აქვს სოკერისად, მაგრამ პოპულარული არის უკვე იმაში რა, ფეისებში. ფეხბურთი? ხო, სოკერი და ისინი ცხავს რა, ფანები ყავს, მაგრამ ბრედ პიტს და ნატალი პორტმანს თურმე უყვართ ლივერპული. აჰა. და ისა კაცო, დიდარ ამერიკელებს პრემიერ ლიგაში ყავთ გუნდები და არა მარტო. და ინგლისელებს ამერიკაშიც. ხო. ის რო ჰარი პოტერი, დენიელ რედკლიფი, ასტონ ვილას გულშემატკივარი. ეხა გაიხარებდა ბავშვი. ეხა რაღაცა ბიჭია, სულ ბავშვია. ამერიკელი არ არის, მაგრამ მან თუ გავზელთ ჰოლივუდში, რიანას უყვარს ტოტენჰემი. ისა ბოდიში არსენალი. ვა. არსენალი უყვარს რიანას. კაი ხასიათზე იქნება მაშინ. როგორც იქნა ჩემპიონობა. ტომ ჰოლანდს სპაიდერმენს უყვარს ტოტენჰემი. აჰა. ხო. სამუელ ჯექსონს შეუყვარდა ლივერპული იმის მერე. ფორმულა 51-ში რო ითამაშა. ხო. ლივერპულში ხდება და ის აღმოაჩინა რომ ფეხბურთი არსებობს და ლივერპულიც. ხო. შეუყვარდა და თან დადიან თამაშებზე რა ესტრებიან. და მეტიუ მაკკონახის MLS-ში ყავს FC ოსტინი. აჰა. თან ფლობელი არის. ასე რომ ნელ-ნელა მოდიან რა. არა, ამერიკას ვეღარ იტყვი რომ არ არის საფეხბურთო ქვეყანა. ხო. ეხა გამორჩეული და აი გუნდის ლიდერი ალბათ პულიშიჩი. ხო და მაგათაც შეუძლიათ უკვე სულ ტოპ 5 ჩემპიონატებიდან გამოიყვანა შემადგენლობა. ვესტონ მაკენი, ჩემი იუვენტუსელი ბიჭი, გადასარევი ბიჭი, მუსა. კი ბატონო, დესტი. სერჟინიო დესტი, ერთი ყავთ კიდე FIFA-ში ძალიან სწრაფად ემატება.
ტილმანი. ტილმანი ლიონის. ხო, კარგად ემატება და პერსპექტიული ბიჭი ჩანს. ხო და ასე რომ ქაღალდზე кай გუნდი ხო, მაგრამ ჯგუფიდანს გავლეთ. ძველებიდან ვინ გახსენდება შენ? ტიმ ჰოვარდი მეკარე ტიმ ჰოვარდი კი ბატონო. ლალას ალექსი ლალასი, აუ როგორ მევასებოდა. 94-ში გამოჩნდა და მაგის მერე იყო სხვათა შორის არის თქო ცუდი ლენდონ დონოვანი. ხო. ბაიანში თამაშობდა. კიდე ერთი ყავდათ ადუ. ახსოვდა? კი. ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წინავდა. კი, მაგრა ითამაშა. დიდებში ნაკრებშიც ძლივს მოხდა. სახელიც მოკლე ქონდა რა. ხო, ედია. რაღაცა ეგეთი იყო, ხო. ხო, რაღაცა ეზე იწყებოდა მე მგონი, ხო, ადუ. კი. და კიდე ერთი ყავდათ ის არ მახსოვს, შავკანიანი ცოტა ესეთი. ჩაფსმელი ბიჭი იყო, თავდამსხმელი. აუ, ეგ როგორ უნდა მიხარ ამერიკაში შავკანიანი ჩაფსმელი ბიჭი არის მოსახლეობის 30%. თუ გამახსენდა გეტყვი. ამერიკული იუმორის სოკერზე გაინტერესებს? კი. ამერიკელი შედის ბარში, სადაც ჩართულია ფეხბურთი. და ვიღაცას ეკითხება, რომ რა მოხდაო? და ძალიან მაგარი შეტევა იყო. ანუ 0-0-ია. ხო, რაღაც პერიოდი იყო მითი, რომ მაგიტო არ ვარ ფეხბურთი. ხო, ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის, რომ შეიძლება მორჩეს. აღარ ყველა ამერიკელი ის არის ინდივიდუალურია და ეს. თუმცა თვითონ რა სპორტებსაც ცემენ თაყვანს, იქ ეგეთი ენერგიები იქ სანამ რაღაცა შედეგამდე არ ვიყვნენ, გრძელდება. კი. არ მიდიან სახში. ხო. კარგი, შემდეგი ესეთი მოწყვეტილი არ არის ფეხბურთი პარაგვაი. პარაგვაი ძალიან უცნაური ქვეყანაა, ზღვა არ აქვს და ფლოტი ყავთ. ერთადერთი ქვეყანაა, რომლის დროშასაც სხვადასხვა რაღაცა ახატი ერთ მხარეს და რაღაცა მეორე მხარეს. არის აი როგორი ხალხი იცი, გართობა, დროსტარება, არაფრის დარდი არ აქვს. საღამოობით ოჯახებით სეირნობენ, უყვართ ტალახში თამაში, ბარბეკიუ, რაღაცა სპეციფიური სასმელი აქვთ, ცივი ჩაი, რომელსაც ერთი ჭიქიდან სვავს ყველა, ვინც იქ არის და არ არეცხავენ, იმიტომ რომ მეგობრობის სასმელი არის. პანდემიის დროს აკრძალული. ხო, ან რაღაცას მოიგონებდნენ მანდაც რა. წაწრუპებს. ხო. და ნუ ფეხბურთში ყველაზე გამორჩეული ალბათ ხოსე ლუის ჩილავერტი. ნუ როკე სანტა-კრუზიც მეკარე და ბომბარდირი. მეკარე, რომელსაც კარიერაში 60-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ერთადერთი მეკარე, რომელსაც ჰეტ-ტრიკი აქვს შესრულებული. არგენტინის ჩემპიონატში თამაშობდა. რას აკეთებს ახლა ხოსე ლუისი? ხოსე ლუისი წავიდა პოლიტიკაში. აჰა. და ნუ ესეთი ელ ბულდოგ ზედმეტ სახელი ის ქონდა. და 2000 რომელი წელი იყო? მე მგონი, მაიცა 2023 წელს პანდემიის მერე გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ნუ მაინც ეს ჩილავერტია, ხალხის სიყვარული, ვერჩი დგომა, ესა და აიღო 0.8%. 24,000 კაცმა მიცა ხმა. ვინც მოიგო? ვიღაცა პენიამ. აიღო მოსახლეობის 53%. აკაკი წერეთესაც წაგებული აქვს არჩევნები. ხო და ასე რომ ხოსე ლუისი ისევ ჩამოშორდა დიდ პოლიტიკას და ეხლა რაღაც ფეხბურთის სფეროში მოსუქებული იქნება. ისედაც არ აკავდა ხო? ტანკივით კაცი იყო, არა, მსუქანი არის. არა, ხო, ბულდოგი იყო მართლა რა. კი, ხო და მოკლედ აი ეგეთ ამბავში არის. რაც შეეხება ავსტრალიას. სოკეროს ეს ეძახიან. ხო, ეს არის სოკერის და კენგურუს ნაზავი რა. და სოკეროს და ერთ-ერთი პოპულარული ზედმეტსახელი ყოფილა საფეხბურთო წრეებში. ანუ რაღაცა კრეატივი ამათმა გამოიჩინეს. კი, ავსტრალიელები კაი ხალხი. კაი ხალხი არიან კი და სულ მიყვიდა იმისა, რომ ცუდი ხალხმა დაიწყო ამ ქვეყნის ცუდი სტარტაპი. ხო, პატიმრები და გაქცეულები და ხო ვიღაცები და ვინც დედას დაუწყევლია, მაგალითად შთამომავლები არიან, ოღონ კარგები. ხო. და იმას აქნეს.
რატო სულ მაინტერესებდა რატო აცვიათ ყვითელი ფორმები, როცა დროშაზე საერთოდ არ არის მაგფერის ხსენება. ხო. თურმე ავსტრალიის რაღაცა ენდემური სცენარი არის ყვავილი ყვითელი მოოქროს მწვანე ფოთლებით. და მაგიცგან. ხო, 1920 წლის მერე ყველა სპორტში ცდილობენ რომ ეს არა და ყველა ქვეყანაშია რაღაცა ყვითელი ყვავილი, ყველა ქვეყანაში არის, მაგრამ იქ ჩვენ პირდაპირ ამ სახელწოდებითაც გვაქვს. ყვითელი ყვავილი. კი. ხო და მე მოეწონათ და დატოვეს რა. მეგენი როგორ ფეხბურთზე რა ხუმრობა აქვს მაგ ავსტრალიელებს? იმიტომ რომ მაგათ თავის ფეხბურთიც აქვს. ხო, მაგათ თავის ფეხბურთი აქვს, ხო, ის არის. ესეთი მაისურები. რეტელებიანი მაისურები თამაშობენ ოვალურ სტადიონზე. და სუდარბიან და ძალიან ფიზიკურად ძლიერი უნდა იყოს რომ მაგ სპორტში გაგჭირდეს, ეს მირტყმა-მორტყმა შეიძლება, არ შეიძლება უბრალოდ ყელში წაჭერა და თავში ფეხის ჩარტყმა და სიკვდილთან ახლოს რაც არის. და თუ კარგად ახტი და დაახტი და დაიჭირე, ჯარიმაა შენ სასარგებლოდ. და ხო, ისიც უცნაური არის, ეს კარებები ხო უდგათ 4 დგას თუ რაღაც. მაგრამ თავარ კარებებში თუ გაიტანე 6 ქულა, თუ გვერდზე 1. ხო. და ამიტომ სუდარბია რასად გავა, ვირას იცავს. მაგრა უყვართ რა. და ფეხბურთი აქაც არ არის. ეგ მაშინ მოიგონ ეს ეთყობა ეს. ქაოსის ხო, პატიმრების ქვეყანა. სადღაც შეყარეს მურთი შეუგდეს და რაც გინდათ ის გაითო და იმათაც ითამაშეს. და ავსტრალიაში მეხუთე არის ფეხბურთი. ბევრი სპორტი უსწრებს, სერფინგი, რაგბი თავისთავად, ეს ავსტრალიური ფეხბურთი და ასე შემდეგ. თუმცა ვარსკვლავები ყავთ. რა თქმა უნდა, კიუელი ვიდუკა, ტიმკე ჰილი, კი, ეგენი ესეთი გამორჩეული ჯიგრები. ეხლა მეკარეწყალდათ ვიღაცა პრემიერ ლიგაში. ხო, პრემიერ ლიგაში ძირითადად ხო, დედოფლის ქვეშ არიან. კალთის ქვეშ. ხო, კალთის. ყოფილი ეხა უკვე მეფის. იუმორი ფეხბურთზე არ აქვს, უფრო თავის თავზე აქვს და იმაზე რა, მაგალითად მრავალფეროვანი ფლორა ფაუნა. ხო. ეგეთი ანეკდოტი არის ავსტრალიური. ჩასული ადამიანი იკითხება ადგილობრივს. რომ ავსტრალიაში ყველაზე საშიში ცხოველი რომელია? ის პასუხობს. ის, რომელიც ჯერ არ გვინახავს. ანუ იმედი აქვს რომ რაღაცები კიდე ყავთ და არიციან. ხო, ეგ 3/4 უდაბნოა და ხო და გაშვებულები არიან და ყველაზე შხამიანი გველი და ყველაზე შხამიანი ობობა დედამიწაზე მანდ არიან და ზოგადად ყველაზე შხამიანი ცხოველებიდან 10-დან 8 თუ 9 მან ცხოვრობს. არა მარტო ყველაზე შხამიანი ირემი, ყველაზე შხამიანი ბუ და ხო, აი ესეთი რა შხამიანებიდანაც ყველაზე შხამიანები მანდა. პოტენციურად შხამიანი რაც შეიძლება იყოს, ყველაფერი ყავთ. და დაგვრჩა თურქეთი ამ ჯგუფში. ჩვენი მეზობელი და ჩვენი ჯგუფიდან გასული. და თამამად უკვე შეგვიძლია თქვა ევრო ტურნირებზეც რომ შევხვედრივართ. კი და დასმით ფაზაში იტალიელი მწვრთნელით. კი და ძალიან კარგი შემადგენლობითაც მე რომ მკითხო. ხო. იმიტომ რომ ეხა დღეს რა იყო ორი აშკარად მაგ კარგი ამომავალი ვარსკვლავი ყავთ. რაღა ამომავალი ამოსულები. ხო, მაგრამ ჯერ კიდე ხო, ასაკის. ხო, ასაკის მიხედვით ხო ვუნდერკინდებში ყავთ რა. გულერი და ჩემი ბიჭი. ილდიზი. ილდიზის პირველი გამოჩენა გახსოვს შენ იუვენტუსში ითამაშა რა შეფასება დაიმსახურა. ალეგენრო პირველად გამოიყვანა, შემოიყვანა რა სრულებაზე. და ითვლებოდა რომ აუ რა ბიჭი შემოიყვანა, ეს არის ნახეთ თქვენ და გააძევეს. არა. თამაში რომ მორჩა პრეს კონფერენციაზე ალეგრი იყო გაცეცხლებული. რომ რა სიტყვით იდიზეო და აი ძალიან გაბრაზებული იყო, სპეციალურად მარტო მაგას უყურებდიო და თმას უფრო ხშირად შეეხო ვიდრე ბურთსა. იმ დღის მერე ილდიზი გრძელით აღარავის უნახავს. შოთა შორის წინა მსოფლიოზე რო იყვნენ ეგენა.
რო გავარდნენ ის გოლიც რო გაუშვა იმ კადრში ჩანს რომ ვისაც უნდა ეყვანა შორიდან გაუშვეს გოლი ის თმას ისწორებს ხო ისეთი მოგრძოთმები ქონდა რა ხო ისეთი გადაწილიც არ იყო მაგრამ ესენი ჭირდებოდა რა მე ხო თურქულს ვსწავლობ ხო რაღაც აბა კარგია აბა თუ იცი რა ქვია რაზედმეც სახელი აქვს თურქეთის საფეხბურთო ნაკრებს რაღაცა იქნება არწივები ან ლომები არა მთვარე და ნახევარმთვარე და ვარსკვლავი ეს ისე მაგრამ ხალხმა დაარქვა რა და გეტყვი და გადამითანი ბიზიმ ჩოკუკლაკ ბიზიმ არის ჩვენი კი ბატონო ჩოკუკლაკ თუ ჩოჩუკლარ ჩოჩუკლარ შეიძლება მე ჩვენი ბავშვები ბიჭები ჩოჩუკლარ ხო არიცი რა არ ვიცი შენ ემზადები ძმა ძველი რა ბარდაკჩი ხო ჩვენ თავით გაგვიდან ორი ბარდაკჩი ვიცი რას ნიშნავს ბარდაკჩი რა თქმა უნდა არა მე ჩოჩუკლარ არ ვიცოდი ჩიზე მთავრდება ის პროფესიის აღნიშნული სიტყვა ჩამიჩი ჩარჩი ვაჭარი მაგალითად ხო მეთულუხჩი ნეფტჩი მენავთობენ ბარდაკჩი არის მეშუში ბარდაკ არის შუშა ვა ახე ამდენი რამე გწოდნია დემირ ხო იყო დემირ არის მჭედელი ვიღაცებს ჰქონდათ დემირ იმაში და კიდე ქორქმაზი გახსოვს კი მაზ არის აი რაღაცა აი ქორქმაზი არის უშიში ხო ესა ილმაზი უხორცო რაღაცა ხო იბადა ილმაზი ის არის მე მგონი სხვა რამე არის ილმაზი და ნუ წარსულში ხავდათ ახლა მაგარი კარგი ფეხბურთელები რომელმაც ზოგმაც სულად დაამთავრა ზოგი გაქცეულია და ზოგი ის არის რა ქვია გერმანიის ნაკრებში იყო კარგი იყო მაგრამ გერმანიის ნაკრებში კი ბატონო და ჩემპიონატიც ნელ-ნელა უფრო და უფრო კარგი და საინტერესო დაძაბული ხდება. ძმები ალტინტოპები. ჰამიტი და ჰალილ ხო? თუ ხაკან. არა, ხაკან შუკური. ხაკან და ჩალხანოღლუ. ხო. ჰამიტი და ჰალილ მე ესე მახსოვს. ჩალხანოღლუ არის მთავარი ვარსკვლავი ალბათ. ხო, ეხლა ნუ ლიდერი კაცი კუთხური, კაცი ჯარიმა, კაცი პენალტი. გაჩერებულ ბურთზე. ეხა მსოფლიოში მაგაზე ქსანდოს ვერ მიუშვებ ყველა. თავი ბურთი დაიდოს. და მაგას უხდება. და 9 მეტრით მოშორდნენ. ხო, ვიღაცები ცოტა გაიწიო. დანარჩენს მიხედავს რა. და ნუ ის ეხა რა ქვია შიდა დაპირისპირება რაც აქვს ამ სამ გუნდს. ხო, რაღაცა იქნება ბავშვი ბეშიქტაში რამდენი ხანია 20-იანი წლებიდან მაშინ დაარსდა. და გალათასარაის სტადიონს ჯოჯოხეთი ქვია. ანუ გულშემატკივარი როგორ ჩვენ თავზეც ხო გამოვცადეთ იქვე. რა დღეში არიან და აწერია რომ კეთილი იყოს მობზარება ჯოჯოხეთი. ხო, ჯერდის და არქეს ჯოჯოხეთი. მე ფანერმა ეგეც მიაწერეს. თუმცა კლუბი ხო ის ემიჯნება. რა თქმა უნდა. ჩვენ მაგრამ არც უშლის იმათ. ხო, ეშინია ჯოჯოხეთი რაღაცა იმისთვის ცუდია, მაგრამ ჯოჯოხეთში მე არ ვარ გალათასარაის თამაშზე გამყოფი. რო ხარ ჯოჯოხეთში ხარ მაინც. და ის არის რა, ვინც ნამყოფია ყველა ამოსოს აი საოცრება ხდება ეს გადაძახილები. აქეთ იქიდან და ყველანაც ავდე თურქეთ საქართველოსზე რო ვიყავი, რაღაც სტერეო გულშემატკივარი ესენი რაღაცას დაიწერენ. ისინი პასუხობენ. გაჩუნდებიან, ისინი პასუხობენ, ის მიდის რა გაჯადოვებენ რაღაცნა. ხო, კი ბატონო. თურქული იუმორი გეცოდინება, რამე თურქული რაზე ვერ შეგიძლია შევისრულო. მე ძირითადად მოლა ნასრედინე. კაი, მაშინ მეგეთე. თურქი, ან არა თურქი, რა მნიშვნელობა? ალბათ არა თურქზე, უფრო დაცინვადი გამოდის, შედის იმაში. ყავის დასალევად. და ეუბნება, რომ ერთი ყავა შაქარი? არა, შაქარი არ მინდა. და ახალი და ეს აბა ყავარად კიდათ. აი ესეთი მან დესამბერი იცი თურქეთში ვართ ერთხელ მე და ჩემი ძოლი და შვილი.
ფეხბურთზე ვიყავით და მე დილით რო გავუღვიძეთ, უნდა გავუფრინდეთ სხვაგან და რაღაც იმაში შევედი კაფეში რომ ყავა დავლიე. მე გაზეთი ვიყიდე და ვკითხო ანგარიშებს ვათვალიერებ და ვარსკვლავებს უწერენ ეგენ შეფასებებს. შოთის იყო მაშინ ტრაბზონის მწვრთნელი და ამას ხე ვკითხულობ და ამ დროს პური გაგვითავდა მაგიდაზე და ბავშვმა მოითხოვა პური. ხო და იმას ვეძახით. ინტანი მოვიდა და თურქული არ ვიცი და ეს პური ჩვენთანაც აღარდებს ვიღაც მაგიდაზე ვანიშნე ეს მინდა მეთქი და კაიო წავიდა და ცოტა ხანში მიხვდა რომ ეს კაცი გაზეთს კითხულობდა თურქულად. პური ვინც არის და მოტრიალდა და მე ამ დროს ისევ გაზეთს და ჩემ ცოლს ანიშნე. რა ჩვენაო ეგო მე კაიფება. მაგრამ ხა უკვე ვიქო პური. კარგი. ესე იგი ამ ჯგუფს რა დავარქვით? იდუმალი თუ რა დავარქვით? ყველაფერი შეიძლება მოხდეს რაღაცა ეგეთ ჯგუფია რა. იდუმალი ჯგუფი. ხო. კი. მართლა ეგეთი. მე არ მაქვს პროგნოზები აქ. არანაირი. გონია რომ ამერიკა გაძვრება. ან ასე, ან ისე. მე მგონი რომ თურქეთი გავა. გაძვრება და გავა. მაშინ რაღა დარჩა, ევროპა გავიდა, მიყვება პარაგვაი და გავარდება ავსტრალია, აჰა. და დამილაგე. მე თავს ვედა. კარგი. მოდი დაველოდოთ მაშინ და სანამ ეს გაირკვევა, შემდეგ ჯგუფსაც გადავიდეთ ნელ-ნელა.